პროტესტის მე-60 დღეა საქართველოში მოქალაქეების სამი თვე ახალ არჩევნებს ითხოვენ და საპოლიციო ტერორს აპროტესტებენ. მიაჩნიათ, რომ ოლიგარქთან არანაირ საუბარს აზრი არ აქვს, სანამ რეჟიმის ტყვეებით ციხეს არ დატოვებენ. დღის განმავლობაში არაერთი მარშია დაანონსებული, უფრო მეც ნიკა საჯაია მოგვიყვება პირდაპირ ეთერში. ნიკა, გისმენთ. დიახ, გიორგი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღის განმავლობაში არაერთი მარშია დაანონსებული, ვინაიდან დღეს არის ორი თვე, რაც უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში. შესაბამისად, სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა აქტივობებს აანონსებენ. რამდენიმე წუთში წესით უკვე მსვლელობა უნდა დაიწყოს მეტრო დიდუბის ტერიტორიიდან დიდუბის პოლიციის მიმართულებით, სახელწოდებით არა პოლიციურ რეჟიმს, სადაც აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ იმ ქმედებებს, რომელსაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ჰქონდა ადგილი, კიდევ ერთხელ დააყენებენ მოთხოვნას რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორც ავადაცხადებენ ეს ადამიანები, მხოლოდ იმის გამო იხდიან სასჯელს, რომ უპირისპირდებიან ქართული ოცნების პოლიტიკას, მმართველობას და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დღეს ასევე შეიკრიბებიან დამკვირვებლები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან 19 საათზე დაიწყებენ მსვლელობას. ისინი აცხადებენ, რომ არ აღიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, ვინაიდან თავად არიან თვითმხილველები იმისა, თუ როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება, დარღვევები და ამის არაერთი მტკიცებულება მათი განცხადებით არის საჯარო სივრცეში წარმოდგენილი, აქვთ ორგანიზაციებსაც და მოითხოვენ, რომ სწორედ აქედან გამომდინარე ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ასევე თბილისის პოლიტიკური სწავლების ცენტრის წარმომადგენლებიც გამართავენ დღეს მსვლელობას. მარში იქნება რესპუბლიკის მოედნიდან, სადაც ამბობენ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოქალაქეთა აქტივობა, იმის ჩვენება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან ქართული ოცნების მიერ უზურპირებულ ხელისუფლებას და აღნიშნავენ, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეების აქტიურობის გამო არის მთავარი მიზეზია უпростоრად ეს იმის, რომ ქართულ ოცნებას ამ დრომდე არ აქვს ლეგიტიმაცია. სამი თვე გავიდა, მას მე რაც ამ რეჟიმმა მოხმარა არჩევნები, თქვენით ამ დროის განმავლობაში პროტესტი არ წყდება. ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს, ითხოვს ამ ტყვეების გათავისუფლებას, ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე მთელ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაგებინოთ, რომ ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე, ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ეს პროტესტი გაგრძელდება, სანამ ჩვენ მიზანს არ მივახცევთ. ამიტომ დღეს 7 საათზე საღამოს გელოდებით თესეუს პირველ კორპუსთან და იქიდან გვექნება მსვლელობა პარლამენტისკენ ტრადიციულად. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა 25 წელია მუხჩაუხელი ემსახურება საქართველოში პოლიტიკური კულტურის ნორმალურობის დამკვიდრებას. ახლა როცა ჩვენ გვაქვს სრული შანსი ამ რეჟიმის გამოისობით, რომ დავრჩეთ წუმპეში, სიბნელეში, რა თქმა უნდა, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მოითმენს და ვერ შეეგუება ამ უბედურებას და არა მხოლოდ მარშით დღეს 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე რომ შეიკრიბება და დაიწყება, არამედ ჩვენი ყოველდღიური არჩევანით, პროტესტით, სიტყვით და საქმით გავაკეთებთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რეჟიმი იყოს დაძლეული და საქართველოში დაუძლეველი იყოს ნორმალურობა, ევროპულობა, სამართლის უზენაესობა. ასეთი არის განცხადებები, რაც შეეხება მთავარ აქციას. ბუნებრივია, დღესაც 19 საათზე საქართველოს მოქალაქეები შეკრებას დაიწყებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ და ტრადიციულად რუსთაველზე გააჩხერებენ თავიანთ მოთხოვნებს. თუმცა პარალელურად იგივე 19 საათზე აქცია იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელთან სახელწოდებით რა იმალება სიტყვებს მიღმა. გარდა თბილისისა, როგორც გითხარით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც იმართება სხვადასხვა მსვლელობები, ასევე იმართება რიგი ღონისძიებები სწორედ აქციებთან დაკავშირებით. ესენი არიან ძირითადად ბათუმი, ქუთაისი, ასევე ეს აქცია არის დაანონსებული ახალციხეში. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში 60 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები. ორი მთავარი მოთხოვნით მიმდინარეობს. პირველი მოთხოვნა ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება და უკვე აქციებზე დაკავებული ადამიანების შემდგომ ამ მოთხოვნას დაემატა კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა, ეს არის დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება.